დღეს უნდა ჩატარებულიყო პირველი სხდომა. დაბარებული ვიყავით 12 საათზე. მივედით 12 საათი და 20 წუთი. ესე იგი ვიყავით 8 წევრი კომისიის და სხდომა სამწუხაროდ დაიწყო სადღაც 2:15 წუთზე. მიზეზი რა იყო? მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ველოდებით წევრებს. არა და მე ეგრევე უთხარი, რომ შეიძლება ადამიანურად დაელოდო სადღაც 5-10 წუთი, მაგრამ მეტი არა. გავიდა 9 საათი 1 საათი და კონკრეტულად ვინ გეუბნებოდათ? მეუბნებოდა ეს სავარაუდოდ ეს ამათი თავმჯდომარე, ესე იგი კომისიის, ეს იყო ლელა შონია. ვეუბნები რომ კოდექსის მიხედვით, როდესაც არის 7 წევრი, თუნდაც კომისიის წევრი, სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა. მაგრამ არა, 8 ვართ ბოლო-ბოლო. არა და არა, ველოდებით, არ ვიცი ვის ელოდებოდნენ. ბოლო-ბოლო როგორც იქნა, სადღაც უკვე 2 დაწყებულია და თავმჯდომარეს, ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს, მე რა თქმა უნდა ის აირჩა თავმჯდომარედ. შემოყავს ვიღაცა ოთახში და ამბობს, აი მოვიდა. ვინ მოვიდა მეთქი და ეს არისო, ვინ არის თოლორაიაო. ესე იგი ერთ-ერთი წევრი ჩვენი კომისიის. არა და ვინ იყო ეს ადამიანი? ეს ვინ არის თოლორაია? მანამდე CSGO-მ რო ჩაატარა ტრენინგები, ამ ტრენინგზე მოხდა ჩემს გვერდზე. გავიცანით ერთმანეთი ხა რახან ჩემს გვერდით იჯდა, თან მითხრა რომ 90 უბანზე ვიქნებიო და მე ვთხარი ერთად ვიქნებით თქო და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მთელი 2 საათი, 3 საათი იყო ტრენინგი და ეხა ჩვეულებრივად დავეკონტაქტეთ ერთმანეთს. მოკლედ, ეხა რო შევხედი ამ გოგოს, აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი. შემოვიდა ვიღაც მაღალი თხელი გოგო, თმებ გაშლილი. უყურებ, რა ვინ არის მეთქი, ეს არ არის ვინ არის თქო. ეს გოგო ნაგლა, მაპატიეთ ამ სიტყვაზე, ტელეფონი უჭირავს, მობილური, წამოვიდა ესე. დაჭდა უკანა მერხზე. ვეუბნები რომ ვინ ახართ მეთქი? თქვენ არ ახართ ვინ არის? ყველას ვეუბნები, გოგოებო, ეს არ არის ვინ არის თქო. ეს ვიღაც სხვაა თქო, მითხარით იქნებ სხვა წევრია თქო. არა ვინ არისო? არ არის ვინ არის თქო, მოვიკალი თავი. ბოლო-ბოლო რომ აუჩემე რომ არ ახარ შენ და ვინ ახარ? ადგა, ესე ეგრევე ჩუმად როგორც კი შემოვიდა, ესე მესიძობით გავიდა კარებიდან. და დავჭედ ისევ 8 წევრი. ანუ ეს ის წევრი არ იყო, რომელსაც აბსოლუტურად არა, მე არ ვიცი ეს რა შეჭirdებოდა, ეთყობა ხმის მიცემის პროცედურისთვის იყო ალბათ კიდევ ერთი საჭირო. და იმ ვიღაცის ნაცვლად შემოიყვანეს ეს. იმ ვინ არის ნაცვლად შემოიყვანეს ეს ვიღაცა. მე რა თქმა უნდა, მეც ცოტა ხმას აუწიე და უთხარი რომ თქვენ თუ არ იწყებთ სხდომას, მაშინ მე დავიწყებ მეთქი სხდომას, თუ დამიჭერთ ხარს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უკვე უმრავლესობა, არის 8 წევრი. რა თქმა უნდა მხარი არ დამიჭირეს, იმიტომ რომ 6 მაგათი იყო და ეხა მე ხო არ დამიჭერდნენ მხარს. ბოლო-ბოლო როგორც იქნა ამ ქალბატონმა ძინება და დავიწყეთ სხდომა, მაგრამ ზიან როგორ იცით, აი თითქოს შეკრებილი ვართ არა სხდომაზე, არამედ რაღაც ისე საჭორაო და სალაპარაკოდ. რაღაც ძალიან ისეთნაირად წაიყვანეს ეს ყველაფერი, თითქოს აი რაღაც სპექტაკლი იყო, რაღაც აი როგორ გითხრა ეს სხდომას ნამდვილად არ გავდა რა. რაღაც თამაში იყო. თითქოს აი უნდათ მოსტუმრება ყველაფრის. რაღაცნაირად როგორც იქნა დაასახელეს თავმჯდომარე და რა თქმა უნდა ეს ლელა შონია. მე ვთხარი თავმჯდომარის მერე მოადგილის ჯერია და ეხა მოადგილე მაინც ავირჩიოთ თქო, აირჩიეს. რა თქმა უნდა ისევ მაგათი წევრი, ჩვენ რა თქმა უნდა წინამდეგი წავედით. ესე იგი 6-მა მისცა ხმა და ჩვენ 2-მა წინამდეგი რა თქმა უნდა. მაგათი ვინ აი ნაციონალებს ხო ერთი ყავთ წარმომადგენელი. საინიციატივო ჯგუფი აბსოლუტურად არის მაგათი ხა. ეს არ არის საიდუმლო, არავის. ყველაზე საშინელება ის იყო რომ სულად უცხო პიროვნება შემოგვიყვანა.